მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, რა უნდა ისწავლოთ თქვენ კონკრეტული ჩაფიქრებული ადამიანის დუმილის შედეგად, ანუ დუმს, თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და თქვენ რა უნდა ისწავლოთ აი ამ დუმილის შედეგად. მინდა რომ ჯერ მივხვდეთ ვისთვის არის ზოგადად ეს გაშლა, ამიტომ გამოვიყენებ რამოდენიმე არკანს უთქმელი სიმართლის ტაროს დასტიდან. დააიდენტიფიცირებთ თქვენ შეძლებთ რომ მივხვდეთ ეს სიტუაცია თქვენია თუ არა და მერე განაგრძეთ ყურება თუ რეზონირდა. თუ არ რეზონირდა ეს წინასწარი გაშლა, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაშინ ეს გაშლა თქვენი არ არის და არ განაგრძოთ, არ უყუროთ და დაელოდეთ სხვა გაშლას, რომელსაც გავაკეთებ სხვა დროს. მოკლედ, მანახე სიტუაცია, მოდი ვნახოთ, სიტუაცია რა ხდება თქვენ ორს შორის ახლა. რა ხდება თქვენ ორს შორის ახლა? რეალურად არ არსებობს საიდუმლოებები ამ სამყაროში. ანუ ადრე თუ გვიან ადამიანებს ნიღბები სძვრებათ. ეს სიტუაცია და ადამიანები ხედავენ იმას, რაც რეალურად არის. შეიძლება რასაც მანამდე თვალს ვერ უსწორებდნენ. კიდე რა ხდება? ენდეთ თქვენს ინტუიციას ის იშვიათად ცდება. ამის თქმა უნდა კიდევ ტაროს. კიდე რა ხდება? მე წავშალე ყველანაირი ნაკვალევი, რომელიც შენ თავს მახსენებდა, გარდა საკუთარ თავში დარჩენილი ფრაგმენტების, ანუ საკუთარ თავს ტვინს ვერ მოვერიე. მაგრამ დანარჩენი ყველაფერი წავშალე. კიდევ საინტერესოა რა ხდება. თუ მთხოვ დავრჩები. სავარაუდოდ ეს არის სიტუაცია, როდესაც გადაწყვიტა უფრო მეტად ქალმა, რომ დაესრულებინა ურთიერთობა. კიდე რა ხდება? იდეაში უნდა ყოფილიყავით შენ და მე და არა, უბრალოდ უნდა ყოფილიყავით ჩვენ და არა შენ და მე. მაგრამ ახლა არის შენ და მე სიტუაცია. და ბოლოს რა ხდება? ბოლოს რა ხდება და ხდება ის, რისთვისაც ეს გაშლა მე ახლა გავაკეთე. ყველა ადამიანი, ვინც ჩვენს ცხოვრებაში ხვდება, არ არის მოსული იმისთვის, რომ დარჩეს სამუდამოდ. ზოგჯერ ადამიანთა გზები იკვეთება იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთს რაღაც ასწავლონ. მოკლედ, აი ესეთი წინასწარი გაშლა გვაქვს, ჩემო ძვირფასებო. ვნახოთ ახლა კონკრეტულად რა არის ანუ რა უნდა ისწავლოთ მოკლედ თქვენ აი ამ დუმილის შედეგად, ამ ადამიანის დუმილის შედეგად რა უნდა ისწავლოთ. იცი რა მინდა რომ ვნახო, მე მინდა რომ სხვა ფორმატით ვაპირებდი ახლა, მაგრამ ასეთ მაინტერესებს, მე მინდა ვნახო ვინ მოვიდა დღეს ჩვენთან გაშლაზე. მოკლედ მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ წინასწარი რეზონანს, ანუ მოკლედ იდენტიფიცირებისთვის
რაც გავშალე ის თუ რეზონირდა ეხლა 1-2 წუთის წინ, მაშინ აგრძელებთ ყურებას. თუ არა, არ განაგრძოთ ყურება. უბრალოდ ეხლა მაინტერესებს ვინ მოვიდა ჩვენთან ამ გაშლაზე და 1 წუთი ეხლა დედოფლები და მეფეები უნდა ვიპოვო. ვიპოვო დედოფლები და მეფეები. კვერთხების დედოფალი მოვიდა. კი ბატონო. კი, ჩემო ძვირფასებო, აქ ნამდვილად ქალბატონებმა მიიღეთ ურთიერთობის დასრულების გადაწყვეტილება. აქ დიდი იმედგაცრუებაა ურთიერთობაში. ნახოთ მეფე ვინ მოვა. დასრულებულია ნამდვილად ეს ურთიერთობა. თუმცა ფიქრებით ძალიან ხშირად გახსენდებათ ჩაფიქრებული ადამიანი. სად არის ჩვენი მეფე? მოკლედ არ უნდა რომ გამოჩნდეს, აი მოვიდა. საინტერესოა, კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი. წყვილი ყავს აქ ჩემო ძვირფასებო და დასტის ბოლოს არკანი ძალა. მოკლედ შეხვედრა, რომელიც თქვენ ორ შორის შედგა, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო მართლა ორივესთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილის მომტანი. აბატონო, თქვენი წყვილი, კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე. ნახოთ ახლა, აი თქვენთვის, ორივესთვის ცალ-ცალკე, იმიტომ რომ კაცებიც მიყურებთ და ქალბატონებიც, მოდი ვნახოთ თქვენთვის, ერთისთვის და მეორესთვის რა არის, რა უნდა ისწავლოთ, მოკლედ აი ამ დუმილის შედეგად. რა უნდა ისწავლოთ ამ დუმილის შედეგად? უნდა ისწავლოთ ის, რომ მუდმივად უნდა გაჩერდეთ. უბრალოდ კი არ უნდა გაჩერდეთ, არ უნდა გაჩერდეთ და მუდმივად უნდა იმოძრაოთ. ეს უნდა ისწავლოთ, რომ უნდა განაგრძოთ ცხოვრება აუცილებლად. კიდე რა უნდა ისწავლოთ? არ უნდა დაკარგოთ ცხოვრების მიმართ ინტერესი და მუდმივად ეცადოთ, რომ სიახლეები შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. უნდა გახსოვდეთ, რომ ემოციების კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს უფრო მამაკაცებს ეხება სხვათა შორის ეს კონკრეტული რჩევას დავარქმევ ამას. თითქოს აი დაეუფლეთ თქვენი ემოციების მართვის ხელოვნებას ამ ადამიანმა წყვილში, ანუ თქვენმა პარტნიორმა, ქალბატონმა გასწავლად, როგორ უნდა მართოთ საკუთარი ემოციები. ნახოთ აბა კიდევ. რა უნდა გასწავლოთ ამ ყველაფერმა? ამ დუმილმა რა უნდა გასწავლოთ? არკანი მაგი. გასწავლოთ საკუთარი თავის წმენა. ცხრიანი კვერთხები. გასწავლოთ ცით რა არის საინტერესო? აქ ქალბატონებს ეხება ის, რომ საკუთარ ემოციებზე საუბარი, საკუთარ შეგრძნებებზე, საკუთარ სურვილებზე საუბარი უნდა ისწავლოთ აქ. კიდე რა არის? არკანი სამყარო, არკანი 6-იანი პენტაკლები და არკანი პენტაკლების პაჟი. ანუ უნდა ისწავლოთ, ჩემო ძვირფასებო, ის, რომ
მიღება გაცემის პრინციპი არსებობს სამყაროში და თქვენ ამ პრინციპს ქალბატონებს ეხება ეს კონკრეტულად თქვენ ამ პრინციპს ეწინააღმდეგებოდეთ ჩემო ძვირფასებო რატომღაც მგონია რომ მუდმივად აკეთებდით აი რაღაცნაირად ისეთ იმპულსებს გასცემდით რომ თითქოს აი მუდმივად გჭირდებოდათ ყურადღება, ემოციური მხარდაჭერა, ზოგ შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა. აი რაღაცა სუსტად აჩვენებდით თავს ამ ურთიერთობაში, ან ფიქრობდით რომ თუ სუსტად მოაჩვენებდით თავს უფრო მოკლედ შეინარჩუნებდით და შეძლებდით ამ კავშირის გახანგრძლივებას, თუმცა თქვენ არ ახართ, საერთოდ არ ახართ სუსტი პიროვნება, იმიტომ რომ კვერთხების დედოფლის ენერგია მოდის აქ. აი რაღაც ესეთი, ანუ არ იყენებდით მოკლედ სამართლიანად იმ თქვენ უნარებს, რაც გაგაჩნიათ. ამ დროს გაგაჩნიათ არაჩვეულებრივი უნარები მანიპულაციის და თქვენ ამ მანიპულაციის უნარებს დადებითი კუთხით და საუკეთესო შედეგების მისაღებად კი არ იყენებდით თითქოს იმისათვის, რომ მიგეღოთ სანუკვარი. კიდევ რა უნდა გასწავლოთ? უნდა გასწავლოთ ის, რომ აუცილებელია საკუთარ თავში მიმღებლობის განვითარება. თასების დედოფალი მოვიდა აქ და ხმლების 9-იანი და 10-იანი. ანუ რაღაცა რაც დაუშვათ თქვენი არ არის ჩემო ძვირფასებო. რაღაცნაირად ამ რაღაცის გაშვებაც უნდა ისწავლოთ. 5-იანი კვერთხები კი? 7-იანი კვერთხები და 4-იანი პენტაკლები. ანუ არკანი იმპერატორი. ეცდებით აი იმას გასწავლით მოკლედ ამ ურთიერთობით და მე ამ ურთიერთობის დაშლით ცხოვრება და აი ამ დუმილით, ხო? რომ დაებღაუჭებით, ჩაეჭიდებით, შეეჭიდებით ისეთ სიტუაციებს, რომელიც ენერგეტიკულად თქვენი არ არის. იმიტომ რომ მოგიწევთ ძალიან მწარე და მტკივნეული გაკვეთილების გავლა. საინტერესოა. ისი თქმა უნდა. ანუ რაც გასაშვებია ჯობია რომ მალე გაუშვათ და არ გაყვეთ სადღაც დასალიერში და მე იქიდან მოტრიალება უფრო რთული არ გაგიხდეთ. 5-იანი პენტაკლები, ანუ სადაც ახვეული აქვთ ყური, ახვეული აქვთ თვალი, არ უნდათ არაფრის დანახვა, არაფრის შემჩნევა, სადაც უგულებელყოფილია ნებისმიერი ემოცია, როგორც თქვენი ისე სხვისი და მხოლოდ პირადი ინტერესი დგას წინ და პირადი მიზანი. აი გასწავლოთ, რომ ეს არ არის სრული ჭეშმარიტება. აქ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ჩემო ძვირფასებო. სამართლიანობასა და სამართლიანობას კეთილგონიერებასა და სუბიექტურ მეს შორის. იმიტომ რომ ხანდახან სუბიექტურ მე ეგოს ძალით იმართება და არა ჭეშმარიტების ძალით. აი ეს არის აქ. თასების მეფე მოვიდა. თასების მეფე მოვიდა და 8-იანი პენტაკლები. თუმცა ცალსახად გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა არის თქვენ შემთხვევაში კარმული, იმიტომ რომ ორივე, ანუ წყვილი ხართ, წეღანას იდენტიფიცირების დროს მოვიდა კვერთხების დედოფალი, კვერთხების მეფე, ახლა მოვიდა თასების დედოფალი, მოვიდა თასების მეფე. ანუ წყვილი არის ნამდვილად კარმული. უკაცრავად შესაძლოა ამ ცხოვრებაში თქვენ ერთმანეთს შეხვდით, აი ნახეთ, რა სასწაული არკანი სამართლიანობა ყავს დასტის ბოლოს. შესაძლოა ამ ცხოვრებაში ერთმანეთს შეხვდით ზუსტად წინა რეინკარნაციის დროს დაუსრულებელი პროცესების დასასრულებლად. ანუ ერთმანეთს ფაქტიურად ამ ცხოვრებაში ასწავლეთ გაკვეთილი, რომ არ შეიძლება უსამართლოდ მოქცევა. 3 მაღალი არკანი ყოფილა დასტის ბოლოს, სამართლიანობა, არკანი კოშკი და 4-იანი, უბრალოდ არკანი იმპერატორი. აქ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შეხვედრა თქვენ ორ შორის, ჩემო კარგებო, ნამდვილად
კარმული იყო და არის. აქ წეღანაც იდენტიფიცირების დროს ვნახეთ, გახსოვთ, იქ იყო ესეთი არკანი, რომ ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს იმისთვის არ ხვდებით, რომ სამუდამოდ დაურჩეთ ერთმანეთის ცხოვრებაში, ხანდახან ხვდებით იმიტომ, რომ ერთმანეთს გაკვეთილები ვასწავლოთ. ზუსტად ეს გაკვეთილებია თქვენ შემთხვევაში, რომელიც უნდა ისწავლოთ, საკუთარი თვითრწმენა დაიბრუნოთ, მიხვდეთ, რომ ყველაფერი ძალდატანებით არ შეიძლება რომ მიიღოთ და აიღოთ. არ მოიქცეთ იმპულსურად, ბავშვურად, ეგოისტურად, იმიტომ რომ თქვენი სურვილების ასასრულებლად არ დააზიანოთ მაგალითად სხვა ადამიანები. აქ საერთოდ არ გამოვიწყავს, სხვათა შორის, რომ მამაკაცს სისმხარეს იყო ოჯახი. როცა თქვენ შეხვდით ერთმანეთს, იმიტომ რომ აქ აჩვენა 10-იანი პენტაკლები და დაუშვათ ნაბიჯი, რომელიც შეიძლებოდა ან თქვენ შორის იყო, ან ასე შემდეგ, ემოციურად ძალიან დააზიანებდა კონკრეტული პიროვნების ფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, შვილებს, მეუღლეს, დედას, მამას. ყოველ შემთხვევაში არ იყო ეს სიტუაცია იმისათვის, რომ თქვენი მხოლოდ ორის ინდივიდუალური სურვილების ასრულებაზე გეფიქრათ, იყო იქ სხვა ადამიანები, სხვა გარემოებები, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა გათვალისწინებას. კიდე რა უნდა ისწავლოთ, მაინტერესებს აქ. აგერ არის პირდაპირ თასების დედოფალი, ისევ მოვიდა 3 of coins. კი ბატონო, ცალსახად ჩემო ძვირფასებო, აქ არის სამკუთხედი ურთიერთობა თქვენი შეხვედრის მომენტში. იყო აუცილებლად თქვენ ორ შორის და აგერ არის კიდევაც 4-იანი კვერთხებიც მოვიდა. არკანი იეროფანტი. ეს ამბავია ნამდვილად ქორწინებაში, ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა რომელიმე თქვენგანი და უფრო რატომღაც მგონია, რომ ეს იყო მამაკაცი. თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე შეიძლება, რომ აქ ორივეს შემთხვევაში გადათამაშდეს ეს ენერგია. კი ბატონო, არკანი კოშკი ისევ განმეორდა, არკანი ხმლების ტუზი და რვიანების კვერთხები. სასწაული, ისევ გნახეთ თასების დედოფალი ყავს დასტის ბოლოს, არკანი ძალა, არკანი ზომიერება, არკანი მზე. ანუ რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? წერა რაც გითხარით, პრინციპში იგივეს მეუბნება ახლა ეს დასტა, რომ თქვენ ამ შეხვედრით ორივე თქვენგანმა საკუთარ თავში დაიბრუნეთ ის დაკარგული თვითრწმენა, ის დაკარგული ნაწილი, შეივსეთ რაღაც მომენტში ემოციურად, იგრძენით, რომ შეხვდით თქვენს მონათესავე სულს. აი აქ პირდაპირ მიჩვენებს ორჯერ დამიდასტურა ეს, რომ ეს შეიძლება იყოს აი მონათესავე სულის ენერგია, ეს შეიძლება იყოს რაღაცა twin flame, რასაც ქვია, ხო? მაგრამ აი რო ვერ ახერხებთ ყოფნას ერთმანეთთან, მაგრამ შეხვედრა მაინც რომ არსებობს და შედგა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლება იდგა თქვენ ორს შორის. თუმცა შეგრძნების დონეზე თქვენ ერთმანეთი დაინახეთ და იგრძენით და იცანით. ეს ძალიან კარგია, ანუ გულმა გული იცნო. მაგრამ სასწაულად, გაკვეთილად მოგეცათ ის, რომ მიუხედავად ამ გულის ცნობისა არსებობს გონება, რაციონალური გონება და მხოლოდ სიყვარული გულის გარეშე, უბრალოდ გონების გარეშე და გონიერება სიყვარულის გარეშე, ერთ შემთხვევაში არის სიიჟე, მეორე შემთხვევაში არის ამბიცია. აი ეს უნდა გესწავლოთ, ჩემო კარგებო, რომ რაღაცნაირად გულისა და გონების ბალანსი დაგეცვათ, საკუთარი თვით რწმენა დაგებრუნებინათ და ეგოიზმს მორეოდით. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს, რომ რეზონირდა. მოუთმელად ველოდები თქვენს კომენტარებს ამ გაშლის ბოლოს და რა თქმა უნდა გთხოვთ, რომ გამოიწეროთ გვერდი. ამით ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევთ მე ჩემო ძვირფასებო, რომ გავაგრძელოთ თქვენთვის ვიდეოების ჩაწერა სხვადასხვა თემაზე.
გისურვებთ ბედნიერ დღეს, გისურვებთ საკუთარ თავში საუკეთესო მეების აღმოჩენას, საუკეთესო ღირსებების იდენტიფიცირებას, შესწავლას და დაფასებას. იმას, რაც თქვენ გაქცევთ ადამიანად და არა რობოტად. ბედნიერ დღეს გისურვებთ, შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.